გამარჯობათ. მე ვარ ირაკლი ცეცხლაძე, საქართველოს მოქალაქე. განათლებით ვარ ფსიქოლოგი, ასევე მიცნობენ როგორც მათემატიკოსსაც და მხატვარსაც და ხელოვანსაც შემოქმედ ადამიანს. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები პოლიტიკის შესახებ. მე ვისაუბრებ უფრო ზოგადად, არ დავკონკრეტები რამე კონკრეტულ პარტიებზე, კონკრეტულ პირებზე, მინდა აი ზოგადი წარმოდგენა გაგიზიაროთ ჩემი ამის შესახებ და იცოდეთ აი ერთ-ერთი ვთქვათ მე მოქალაქე როგორ ვფიქრობ ყოველივე ამაზე რა წარმოდგენა მაქვს. აი მინდა პირველ რიგში გითხრათ რას ვფიქრობ, მაგალითად მთავრობა რა არის ეს, რას აკეთებს, რას უნდა აკეთებდეს, რა ევალება და ასე შემდეგ. მთავრობა ალბათ არის ადამიანის სამსახურში მყოფი ინსტიტუტი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ადამიანის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მათ კომფორტზე, წინსვლაზე, წარმატებაზე და ქვეყნის ამ მოწესრიგებაზე და პროგრესირებისკენ. ამიტომ მთავრობა უფრო არის რაღაცა მსახური ხალხისა და არა ბატონი და ზემდგომი პირი რომ უყურებდეს პირიქით. ყველა მთავრობის კაცი მე ვფიქრობ ალბათ ქვემდგომია, ქვეშევრდომი მოქალაქისა, ანუ მოქალაქე უფრო დიდი პირია, რიგითი მოქალაქე ვიდრე მთავრობა. მე რომ მოქალაქე მივდივარ მთავრობის კაცთან, ის უნდა წამომიდგეს ფეხზე, ჩემო ბატონო, რას მოგზანდით და რა გნებავთ და ასე შემდეგ და არა ზემოდან დამხედოს რომ ვიღაცა გლეხი ვიახელი. ამიტომ ეს თუ მთავრობამ არ გაათვიცნობიერა, მე ვფიქრობ მას ან კეთილი მიზნები არ აქვს, ან აზროვნებაში აქვს პრობლემა და თუ კი მთავრობაში ეს გათვიცნობიერებული არ იქნა, იგი ალბათ ვერ შეძლებს ქვეყნის წინსვლას და პროგრესირების მოხერხებას. ასევე მთავრობას ევალება რომ შეძლოს ქვეყანაში პროგრესირება, წინსვლა, აი მათემატიკურად რომ შევხედოთ ყველაფერ ამას, რომ ავაგოთ ფუნქციის გრაფიკი x ღერძი და მაშინ აი ტერო იყოს ეს და აქ გამოვსახოთ y-ზე რაღაც ქვეყნის განვითარების დონე რაღაც რითიც გნებავთ ეს არ ვიცი ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, აი ქვეყანაში რა სიმაღლეზეა განვითარება ქვეყნისა. ეს გრაფიკი უნდა იყოს აუცილებლად თქვათ ასე პროგრესირებადი, უნდა მიიწევდეს წინ. თუ მიიწევს უარყოფითისკენ ეს ცუდია ქვეყნისთვის და მეთანხმებით. ამიტომ ქვეყანამ ეს უნდა მთავრობამ ეს უნდა მოახერხოს. შეიძლება დავაკვირდეთ რამდენიმე რამესაც. თუ აი მაგალითად წინა მთავრობის დროს, თქვათ აი წინა მთავრობის დროს ეს პროგრესირება მიდიოდა ქვეყანაში და ამ მთავრობის დროს კი მიიწევს, მაგრამ ისეთი დონით ვერა, შეიძლება ვისაუბროთ ამ მთავრობის კრიტიკაზეც, რომ ვეღარ გააგრძელა მან იგივე ტემპი, მაგრამ აქ შეიძლება გამართლება მოუძებნოთ ის, რომ ამ მთავრობის სხვა ეპოქა მოვიდა, სხვა დრო მოვიდა, ცივილიზაცია მოიმატა და ამან ბზენიც მიაღწია და შესაბამისად ის იმაზე მეც სადღაწავა ან რაღაცა ასეთი რამე. ამიტომ არ გაემწყუნება ალბათ, მაინც შეიძლება ამის გამართლება. ასევე შეიძლება იყოს ქვეყანაში პროგრესი ვერ შეძლოს მთავრობამ, მაგრამ მოხდეს რა, აი რაღაცა წინა მთავრობის დროს მიდიოდა დაღმასვლა და ამ მთავრობამ თქვათ ესეთი მომენტი შექმნა. ანუ წინა მთავრობების დროს სწრაფი ვარდნა იყო და ამან შეაჩერა პროგრესი. მართალია ჯერ კიდევ რეგრესია ქვეყანაში, მაგრამ ისეთი ტემპით არა. ამაზეც შეიძლება ალბათ გავუგოთ მთავრობას რომ შეაჩერა, თუმცა ეს მთავრობის დამსახურებაც შეიძლება იმდენად არ იყოს, რამდენადაც ამან დავარდა უკვე ბოლომდე ფსკერზე და იმიტომ იმაზე მეტი ვეღარ ქნა. მაგრამ ეს მაინც ცუდის მანიშნებელია ქვეყნისა. ამიტომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს პროგრესირება, წინსვლა.
ან ასეთი ტემპით შეიძლება, ან ასეთით, ან რაღაც ასეთით, მაგრამ მაინც უნდა მივიწევდეთ ქვეყანაში წინსვლისკენ და პროგრესისაკენ. კიდე მინდა გითხრათ რა, ხშირად მთავრობის ხალხს ეშლება ერთმანეთის ურევენ ერთმანეთში რას იცით, რომ ოპოზიციას თუ რაღაც უფლებები აქვს, მთავრობის კაციც სიტყვის რომ თქვათ იგივე მასაც აქვს. სინამდვილეში ესე არ არის, იმიტომ რომ ოპოზიციონერი პირი არ არის ქვეყნის სახე ამ შემთხვევაში მას არ აქვს პასუხისმგებლობები ქვეყნის წინაშე, მისი დაშვებული შეცდომა თუ რაღაცა თავის მარცხს და წინსვლისკენ ნაბიჯებს გააფუჭებს, მთავრობის შეცდომა უკვე სახელმწიფოზე აისახება. მთავრობის კაცი აღარ ითვლება მარტო თავის პირად და იგი არის სახელმწიფოს მაშიც რა ქვია, კუთვნილებაშიც მას უფრო მეტი პასუხისმგებლობები აქვს და იგი მაგალითად ვალდებულებები აქვს მეტი ქვეყნის წინაშე. აი მაგალითად თუ ოპოზიციონერი ჟურნალისტს არ აძლევს ინტერვიუს, რომ არ გესტყვი ამაზე და არ გესაუბრებიო, მე ვფიქრობ რომ მთავრობის კაცს იგივე არ შეუძლია, იმიტომ რომ ის ვალდებულება აქვს უკვე ხალხის წინაშე აღებული და მან უნდა გაგვიზიაროს მაგალითად რას აპირებს, როგორ აპირებს, რა უდევს თავში გეგმაში და ვიცოდეთ ეს ყველაფერი ხალხმა. გარდა ამისა, მთავრობა რომ იღებს კანონებს, აი მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა. ბევრი იძახის, რომ აი კანონიაო და კანონმორჩილებაო და კანონები უნდა დავიცვათო, მაგრამ კანონის ვალდებულება რა არის? კანონის ვალდებულება არის, რომ კანონმა უნდა მოაწესრიგოს ქვეყანაში მოვლენები, დაამყაროს წესრიგი და ამ კანონზე დაყრდნობით უნდა შეძლოს ქვეყანამ ეს წინსვლა და პროგრესი. ამ კანონებით უნდა დაალაგდეს ეს ყველაფერი ქვეყანაში. თუ კანონი ამას ვერ მოახერხებს, იქ უკვე კანონი აღარ ვარ კანონი შეიძლება ვთქვათ, რომ კანონია უკანონო. ზოგიერთი ჭკვიანი ხალხი, პროფესორები მე მეტყოდნენ, რომ აი უკანონო კანონი როგორიაო, მაგრამ კაკრას აი ასეთი არის უკანონო კანონი, თუ იგი არ ემსახურება წესრიგს და სამართალს, მაშინ როგორი კანონია იგი? აი მაგალითად კანონში რომ დავწეროთ, რომ კაცი კაცს რომ მოკლავს, მოდი 500 ლარით დავაჯილდოვოთ, ეს კანონი გახდება თუ კანონში დავწერთ, მაგრამ ნორმალური იქნება დამეთანხმებით არა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა კანონი უნდა ემსახურებოდეს ამ სიმართლეს, ამ მოვალეობებს, ამ სამართლიანობას. მერე აი არ მინდა გაავაიგივოთ, ბევრი მთავრობა აიგივებს რას იცი, რომ სიძლიერე, აი თუ ძლიერია სიძლიერე არ უდრის სამართლიანობას. ძალა სხვა, სამართალი სხვა. ახლა თქვენ თუ მოხვედით, მე მომერიეთ და თქვა ჩემგან ძვირფასეულობა წაიღეთ, კი ბატონო, თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენსაც მიაღწევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მართალი იქნებით. ამიტომ სიძლიერე და სამართლიანობა ერთი და იგივე არ არის. ასევე არ უნდა გავაიგივოთ სიკეთე და სიძლიერე ან გამარჯვება და სიკეთე. აი ის რაც მე გითხარით ახლა, რომ ვთქვათ მე თუ თქვენზე გავიმარჯვე და თქვენ ჩემს მიზანს მივაღწიე, შეიძლება ჩემი მიზანი ბოროტება იყო და არა სიკეთე. ამიტომ ეს გამარჯვება არ მიუთითებს, რომ კეთილიც არის ადამიანი. ახლა ხშირად მე რო პოლიტიკაზე ვსაუბრობ, ბევრი მიმტკიცებს, რომ აი მაგარია, ძლიერია, გაიმარჯვებს, ეს აუცილებლად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ვეკითხები, რომ კეთილი თუ აქვს, კეთილი მიზანი თუ აქვს, მას სამართალი თუ სურს და სიკეთე თუ სურს და მიმტკიცებს, რომ გაიმარჯვებს. ეს ერთი და იგივე არ არის. გამარჯვება ამიტომ ეს სხვადასხვა მცნება. მთავრობას პირველ რიგში უნდა ქონდეს სამართლიანობა და სიკეთისკენ სწრაფვა.
ну რა თქმა უნდა სიძლიერე და გამარჯვებაც უნდა შეეძლოს რომ მან ეს შეძლოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამართლიანობისა და სიკეთეს გარეშე თუ არის ძლიერი და გამარჯვებული, მაშინ დაიღუპება ქვეყანა. პირიქით ჯობია მაშინ თუ მას სიკეთე არ ამოძრავებს, მის დამარცხდეს და მოვიშოროთ, უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის. კიდე აი ისე თქმა მინდოდა რომ არ დამავიწყდეს, უნდა გავათვითცნობიეროთ რომ მთავრობა როცა მოდის მმართველობაში, მას უწევს ორი საქმის გაკეთება, ორნაირი ვალდებულება აქვს. ერთი რომ რაღაცა უნდა გააკეთოს, ერთი რომ რაღაც არ უნდა გააკეთოს. აი დავწერე ახლა გააკეთოს, არ გააკეთოს. ну აი რას გულისხმობ? აი მაგალითად გასაკეთებელია რა, რომ თქვათ უნდა დააგოს გზები, მოაწესრიგოს რაღაცა ეს გადასახადები, ეკონომიკა, თქვათ იურიდიული საქმეები და ასე შემდეგ. არ გააკეთოს, მაგალითად არ უნდა იყოს კორუმპირებული, არ უნდა დაჩაგროს ხალხი, არ უნდა იძალადოს მათზე. ახლა შეიძლება გაკეთებით რაღაცები ვერ გააკეთოს და მეთანხმებით ახლა ოჯახშიც ვერ უკეთებს ხშირად მშობელი შვილს ყველაფერს, მაგრამ არ გაკეთება ყოველთვის შეუძლია. ამიტომ მთავრობა ამ არ გაკეთებას თუ არ ღვევს, ну კაი ეს თუ ვერ გააკეთა გავუგოთ, რომ ვერ მოახერხა, მშობელიც ვერ უკეთებს შვილს, ხო? არ გაკეთება თუ დაიწყო ამაში დარღვევა, აი ესე იგი იქ უკვე მთავრობა, მე თუ მკითხავთ, უკვე მისი მიზანი კეთილი აღარ არის, ასე გამოდის. ან რაღაცა პირადული მიზნები აქვს და ასე შემდეგ და არ ფიქრობს ქვეყნის კეთილდღეობაზე. როცა ასეთ რამეებში არ ღვევს, აი მაგალითად კორუმპირებული თუა, ხო, ან მაგალითად თუ იძალა და ფული მოიპარა და რაღაცა ესეთები არ უნდა გაეკეთებია და გააკეთა. თან იცით რა, ახლა მაგალითად არ გაკეთებასაც ორი თავისი განსხვავებითი რაღაცა შეიძლება შევხედოთ. აი მაგალითად თუ კაცმა საქმე არ გააკეთა და ფეხი ფეხზე გადაიდო და ამით აშავებს, ну ვიტყვით რომ ზარმაცია არ აკეთებს, მაგრამ თუ ის საქმეს აკეთებს და გამიზნულო როტებას, ესე იგი კიდევ უფრო დიდი დამნაშავეა. ანუ აი მაგალითად ქვეყანიდან რომ კორუმპირებული როცა ადამიანი, ესე იგი ის რაღაცა მუშაობს, აკეთებს საქმეს, რომ გააკეთოს ცუდი საქმე, ანუ საქმეს აკეთებს საზიანოს. ასეთ შემთხვევაში ის გამიზნულ როტებაზე მიდის და კიდევ უფრო დიდი დამნაშავე ქვია ალბათ. მე აი იცით რა, ხშირად არის რომ გასაკეთებელი საქმეც შეიძლება ზოგიერთმა მთავრობამ მართლა ყველაფერი ვერ გააკეთოს, როგორც წეგან თქვით, დედა ვერ უკეთებს შვილს, მამა ვერ უკეთებს შვილს, მაგრამ ის მონდომება დავუფასოთ და ამიტომ მაინც გავუგოთ და ვაპატიოთ თუ ყველაფერი ვერ შედგა, მაგრამ არის ისეთი საქმე, რომლის გაკეთება მაგალითად ყოველთვის შეუძლია. აი ასეთი მაგალითი რომ ავიღოთ. თქვათ აი მე აი შვილმა მთხოვა რომ აი მიყიდე მობილური ტელეფონი და ნუ არა მაქვს ფული და ვერ ვუყიდე, ხო რა ვქნა, ახლა ძალიან მინდა, მაგრამ ვერ ვუყიდე. მაგრამ რომ თხოვოს რომ წყალი დამალევიეო, თავისუფლად შემიძლია გავიდე და შემოვუტანო, ამაზე ვარის თქმა და ვერ გავაკეთე, უკვე აღარ გამამართლებდა მე. ამიტომ მთავრობაშიც არის ისეთი საქმეები, რომლის გაკეთება მას ყოველთვის შეუძლია. აი მაგალითად რა, როცა ვთქვათ დოკუმენტით და მითი გჭირდება საქმის გაკეთება, ვთქვათ აი მიხვიდე, გეკუთვნის, ვთქვათ ხელი მოგიწერა. ან ვთქვათ აი მე რო პირადობით მივედი და ჩემი დაბადების მოწმობა კომპიუტერში ხო აქვს და უცებ ამომიბეჭდოს და მომცეს, ხო? აი ახლა მე რო პოლიკლინიკაში მივდივარ მაგალითად და ჩემ პირადობას დავანახებ, იქ შენახული აქვს ეს ჩემი დაბადების მოწმობა, შეუძლია ამოიღოს, ჩადოს ისტორიაში და всё. მაგრამ რომ ამას არ აკეთებს და მეუბნება წადი და ის თავიდან მოიტანეო, აქ უკვე განზრახ გიქმნის იგი ბარიერს, რომ საქმე არ გაკეთდეს, აი ბიუროკრატიას რასაც ეძახიან. ანუ ეს ისეთი საქმეა, რომელიც შეუძლია და არ აკეთებს.
ამიტომ აქაც თუ ჩაიჭრა მთავრობა, ესე იგი მისი მიზანიც არ ყოფილა კეთილსინდისიერი, ხო? გარდა ამისა არის კიდე რა მომენტი, იცით? დამაფიქრებელი თუ მთავრობას აქ სიკეთე და დარწმუნებულია თავის თავში, რომ იგი შეძლებს წარმატებულად ივლის წინ, მაშინ დამეთანხმებით რატომ უნდა ვარი თქვას თანამდებობაზე და გვერდიდან ჩადგეს მოვლენებში. აი, ბევრ სახელმწიფოში ხდება ისეთი რამე, მაგალითად, რომ მართველი პირი არ არის შეიძლება თანამდებობის პირი, განზიარდა ვიღაცა სხვა ყავს. ახლა მე მაგალითად ასე ვფიქრობ, მე რომ ვიყო ადამიანი, რომელიც ვაპირებ, რომ ჩემი ქვეყანა ავაღორძინო, ავაში უნდა გავხდე აღმაშენებელი, არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობდი ამ ისტორიაში დიდ ფურცელს ვიღაცა სხვას და მე ვიქნებოდი ეს პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან პარლამენტის თავმჯდომარე თუ რაღაცა, რომ აი ირაკლი აღმაშენებელი დარჩენილიყო ისტორიაში და არა სხვა. შეიძლება თუ აი რაღაცამ შეიძლება თქვას, რომ მე არა ვარ კომპეტენტური პირი პოლიტიკაში და ყველაფერი კარგად არ ვიცი და ვერ მომეხერხებია, ხო? მაშინ ასე ვიზამდი, იურიდიულად მე ვიქნებოდი, მაგრამ აზრს სხვებს დავეკითხებოდი და როგორც მე მირჩევდნენ და მეტყოდნენ, ისე მე ვიქნებოდი ეს ხელმომწერი პირი და მე ვიქნებოდი ეს პირველი პირი, რომ ისტორიაში დაწერილიყო მაინც ჩემი სახელი. ამიტომ თუ ეს ასე არ სრულდება, აქაც დასაფიქრებელია, რომ რაღაცა კეთილი მიზანი არ არის. გარდა ამისა, იცით რა არის, აი ისე თქვა მინდოდა აი მოდით კიდე რა, ხო, აი კიდე იცით რა, როცა ადამიანი იმაშვება, რა ქვია, არის კარგი მართველი, მას ქვეყნის სიკეთე სურს, იყოს ერთპიროვნული გადამწყვეტი, მაგალითად მე ამის წინააღმდეგი არა ვარ, აი აღმაშენებელის ხომ ერთპიროვნული მეფე იყო, იგი სხვებს აზრს ეკითხებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მასზე იყო, აღმაშენებელი რა ცუდი მეფეა, ამიტომ ასე თუ მას სიკეთე მიყავს ქვეყანა და დადებითისკენ მიყავს ამბავი, მე არ ვუშლი პირადად ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს, მით უმეტეს თუ იგი აზრსაც სხვებს ეკითხება, ამას შეიძლება ხალხი ვერ ვამჩნიოთ გარეთ, მაგრამ ის შიგნით საუბრობს ამ ყველაფერზე რაღაცა, აანალიზებს, რომელიც მოწონს იმ აზრს ირჩევს და საბოლოოდ გამოდის და ეს ასე იქნებაო ამბობს და ამას თუ დადებითი შედეგი აქვს, იყოს ერთპიროვნული მართველი, მე პირადად რავის არ მექნებოდა პრეტენზია. გარდა ამისა, იცით რა, აი ხშირად ამბობენ, რომ იგივე რა ქვია, ნათესავები და ახლობლები მოყავსო მთავრობაშიო. ამაშიც ვხედავ ლოგიკას და გამართლებას, იცით, ახლა თქვათ ადამიანი რომ მოდის მართველად, იმას უნდა სანდო პირი, შეიძლება თლად პროფესიონალი არ იყოს, მაგრამ სანდო ურჩევნია. შეიძლება ვიღაცა ძალიან მაგარი პროფესიონალია, მაგრამ არასანდო კაცი იყოს, აი რომ სიკეთისკენ არ წაიყვანოს საქმე. ამიტომ ასეთ ადამიანს თქვათ ამის პროფესიონალიზმი თუ ასეთია ჯობია, ალბათ ცოტა დაბალი პროფესიონალიზმი ქონდეს, ოღონდ მეტად სანდო იყოს, რომ იგი თანამდებობას ბოროტად არ გამოიყენებს. ამიტომ ასეთი ადამიანები მან შეიძლება ნაცნობებში, ნათესავებში აღმოაჩინოს და მართლა მიიყვანოს. ამიტომ იყოს ასე, ოღონდ იმანაც საქმე უნდა გააკეთოს იქ მთავრობაში, კეთილ მიზნებს უნდა მიყვეს და არა მაგდამაინც ხელფასის აღებას, თუ ეს მივიდა და საქმეს აკეთებს, იყოს ყავდეს მისი კაცი და მე არ მინდა. ამიტომ მე არ გავამტყუნებდი ამას. ამიტომ მე მგონი ეს ყველაფერი ახლა რაზეც მივისაუბრეთ, თავს არ შეგაწყენთ და მინდა გითხრათ, რომ მე მგონი დაფიქრებად ღირს.